Today we have struck this landmark deal with the EU. A new part. დღეს ევროკავშირთან გადამწყვეტ შეთანხმებას მივახციეთ. ეს დამოუკიდებელ ბრიტანეთსა და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს შორის ახალი პარტნიორობის დასაწყისია. ჩვენი პირველი გაერთიანებული სამიტი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეპოქის დაწყებას ნიშნავს და ეს შეთანხმება ორივე მხარისთვის მომგებიანია. ის იმ დაკვეთას ასრულებს, რომელიც ბრიტანეთის საზოგადოებისგან გასულ წელს მივიღეთ. ის გვაძლევს უპრეცედენტო წვდომას ევროკავშირის ბაზარზე. თავად ევროკავშირის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის გარეთ არსებულ ნებისმიერ ქვეყანაზე უკეთესს. This is a historic moment because it is the first ever EU-UK. ეს ისტორიული მომენტია, რადგან დღეს ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის პირველი სამიტი შედგა. სურს მადლობა გადავუხადო ბრიტანეთის ხელისუფლებას არა მხოლოდ დღევანდელი დღისთვის, არამედ კვირების და თვეების განმავლობაში გაწეული შრომისთვის, რომელმაც ამ შესანიშნავ შედეგამდე მოგვიყვანა. ეს ახალი ეტაპია ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებში. ეს არის ამბავი ისტორიული პარტნიორობის შესახებ, რომლებიც გლობალურ ასპარესზე გვერდიგვერდ თითქმის ერთნაირი გამოწვევების წინაშე, ერთი ღირებულებების გარშემო დგანან. This is the story of historical and natural partners. A few months ago, Prime Minister რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრმა სტარმერმა ისაუბრა საკუთარ ამბიციაზე დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების აღდგენის შესახებ. დღეს სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ერთად შევძელით ამ სურვილის ასრულება. თქვენ წარმატებას მიაღწიეთ, ჩვენ ყველამ წარმატებას მივაღწიეთ. დღეს მიღწეული შეთანხმება არა მხოლოდ პროგრესის, არამედ ჩვენს ურთიერთობებში ახალი ეტაპის მანიშნებელია. ეს არის განახლებული და გაძლიერებული სტრატეგიული პარტნიორობის დასაწყისი. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ დობის აღდგენის მიზნით დაუღალავად შრომობდით.